ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ვახდენთ კოპირებას. იგივე ფინური მაგალითის, იგივე გერმანული მაგალითის, იგივე ინგლისური მაგალითის, ისეთ განვითარებული ქვეყნების მაგალითებს ვიღებთ, თუმცა რთულია ამისი მორგება ჩვენს რეალობას. ხასიათი არ არის გათვალისწინებული. აბსოლუტურად სხვა მენტალობა გვაქვს, აბსოლუტურად სხვა ემოციის ხალხი ვართ ჩვენ და ვერაფრით ვერ იქნება ის, რაც მუშაობს ფინეთში ყველას ბედნიერ ხალხთან. ჩვენ ამდენ ჭირვარ ამ გადანახად ხალხს ასე ადვილად ვერ გააბედნიერებ. ანუ ჩვენ სხვა ჭირდება. ის რაც ნაკლებად ემოციური ინგლისს მუშაობს, ჩვენთან ეს ვერ მუშაობს და ეს კოპირება ცუდად მუშაობს და ამან მიგვიყვანა იქამდე რომ ჩვენ თავი ვერ ვიპოვეთ. ჩვენი სისტემა ვერ შევქმენით. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით რა გვინდა. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ რომ გავზარდოთ მოაზროვნე ბავშვები. მაგრამ ვართ მზად საზოგადოება რომ ეს მოაზროვნე თაობა მივიღოთ.